მოგესალმებით, მე გიორგი ვარ და ეს არის ხელოვნური ინტელექტის შესახებ ახალი ამბების ჩვენი მორიგი ვიდეო. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საინტერესო სიახლეზე, რომელსაც ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა AI სამყაროში. ხელოვნური ინტელექტის სფერო წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება და ჩვენ შევეცდებით მოგიყვეთ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღები მოვლენების შესახებ. სანამ უშუალოდ სიახლეებზე გადავიდოდეთ, გთხოვთ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ არხი, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი მომავალი საინტერესო ვიდეოები. ასევე გვაქვს Facebook ჯგუფი, სადაც შეგიძლიათ გაწევრიანდეთ, სხვადასხვა AI თემებზე ერთად ვისაუბროთ და გავაცვალოთ აზრები. ასე რომ შემოგვიერთით, ლინკს დავტოვებ აღწერაში. ჩვენი პირველი ახალი ამბავი ეხება Google-ის უახლეს და რევოლუციურ გამოსახულების მოდელს, რომელსაც დამეთანხმებით საკმაოდ ორიგინალური სახელი აქვს Nano Banana. Nano Banana Google-ის მიერ შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის მოდელია, რომელიც ტექსტური აღწერის საფუძველზე წარმოუდგენლად მაღალი ხარისხის და დეტალიზაციის მქონე ვიზუალურ კონტენტს ქმნის. ეს არის Google-ის პასუხი ისეთ პოპულარულ მოდელებზე, როგორიცაა DALL-E 3 და Midjourney. Google-მა ამ მოდელისთვის შექმნა ახალი სპეციალური პლატფორმა, რომელიც ფასიანია, თუმცა კარგი ამბავი ის არის, რომ ამ საოცარი ტექნოლოგიის გამოყენება სხვა გზებითაც შეგვიძლია. თუ თქვენ სარგებლობთ Gemini-ის აპლიკაციის Pro ვერსიით, რომელიც ერთი თვის განმავლობაში შეგიძლიათ უფასოდ გამოიყენოთ, თქვენ უკვე გაქვთ შესაძლებლობა პირდაპირ აპლიკაციაში შექმნათ მაღალი ხარისხის სურათები Nano Banana-ს ტექნოლოგიის გამოყენებით. ასევე Google-მა Nano Banana-ს გამოყენების შესაძლებლობა დაამატა Google AI Studio-ში. აქ თქვენ შეგიძლიათ სრულიად უფასოდ გამოსცადოთ და გატესტოთ მოდელი და შექმნათ სურათები. ეს დამეთანხმებით შესანიშნავი გზაა იმისთვის, რომ თავად დარწმუნდეთ Nano Banana-ს შესაძლებლობებში და იმისთვის, რომ უკეთ წარმოვიდგინოთ თუ რამხელა ნახტომია Nano Banana. მოდით ვნახოთ მისი გამოყენების რამდენიმე კონკრეტული და შთამბეჭდავი მაგალითი. პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟის იდენტობის შენარჩუნება. როგორც მოგეხსენებათ, აქამდე სურათების გენერაციის მოდელების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ერთი და იმავე პერსონაჟის სხვადასხვა სცენასა და სიტუაციაში გამოსახვა ისე, რომ მისი სახის ნაკვთები, თმის ფერი და ზოგადად ვიზუალი არ შეცვლილიყო. ხშირად მოდელები ყოველ ახალ სურათში სრულიად განსხვავებულ ადამიანს გვიხატავდნენ. Nano Banana კი ამ პრობლემას იდეალურად ჭრის. თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ საკუთარი პერსონაჟის ფოტო და შემდეგ სთხოვოთ მოდელს გამოსახოს ის ნებისმიერ გარემოში. მაგალითად, ტროპიკულ პლაჟზე ჰამაკში წამოწოლილი, შუა საუკუნეების მეომრის აბჯარში გამოწყობილი, ან თუნდაც კოსმოსურ ხომალდში მჯდომი. Nano Banana უზრუნველყოფს, რომ ყველა სურათში ეს ზუსტად ისევ თქვენი პერსონაჟი იქნება შენარჩუნებული უმცირესი დეტალებით. ალბათ ყველას გვაქვს ოჯახურ არქივში ძველი შავ-თეთრი ფოტოები, რომლებიც ძვირფას მოგონებებს ინახავენ. Nano Banana-ს შეუძლია ამ ფოტოებს ახალი სიცოცხლე შთაბეროს. ის არამხოლოდ მექანიკურად ამატებს ფერებს, არამედ ღრმად აანალიზებს სურათზე არსებულ კონტექსტს, ეპოქას და განათებას, რათა შექმნას მაქსიმალურად რეალისტური და ბუნებრივი ფერები. შედეგად, თქვენი ოჯახური ან დიდი ბებიის და ბაბუის ფოტო შეიძლება ისე გაცოცხლდეს, თითქოს ის გუშინ იყოს გადაღებული. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ფოტო, სადაც თქვენს პერსონაჟს ხელში უჭირავს ჩვეულებრივი წყლის ბოთლი და დგას ოთახში. თქვენ გინდათ, რომ ეს სურათი სარეკლამო კამპანიისთვის გამოიყენოთ, სადაც პერსონაჟს Coca-Cola-ის ბოთლი უნდა ეჭიროს, თანაც არა ოთახში, არამედ პარიზში ეიფელის კოშკის ფონზე. Nano Banana-ს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ ორი სხვადასხვა სურათი. თქვენი პერსონაჟი წყლის ბოთლით და Coca-Cola-ის ბოთლის ფოტო. მოდელი ამ ორ სურათს გააერთიანებს, წყლის ბოთლს იდეალურად ჩაანაცვლებს Coca-Cola-ის ბოთლით, თქვენს პერსონაჟს კი პარიზის ფონზე გადაიტანს. შედეგი კი ერთი მთლიანი და რეალისტური ფოტო იქნება. და ბოლოს, რთული სცენების შექმნა მრავალი პერსონაჟით. ესეც ერთ-ერთი ურთულესი ამოცანა იყო. აქამდე თითქმის შეუძლებელი იყო აგეტვირთა რამდენიმე სხვადასხვა ადამიანის ფოტო და მოდელისთვის გეთხოვა, რომ მათთვის კონკრეტული მოქმედებები გაეწერა, ისე რომ პერსონაჟები იდენტურად გადაეტანა ახალ სურათში. Nano Banana-ს ესეც შეუძლია. შეგიძლიათ აიღოთ ერთი სურათი, რომელზეც რამდენიმე პერსონაჟის სახეა და მისცეთ ასეთი დავალება. მაგალითად, ჯონის კამზეზის და იცინის, ბობს ხელში ტელეფონი უჭირავს და ეკრანს უყურებს, ანა კი ცაში იყურება და იღიმის. მოდელი გაიგებს, რომელი სახე ვის ეკუთვნის და შექმნის ზუსტად იმ კომპოზიციას, რომელიც თქვენ აღწერეთ, თითოეული პერსონაჟის უნიკალური ვიზუალის შენარჩუნებით. როგორც ხედავთ, Nano Banana არ არის უბრალოდ მორიგი სურათების გენერატორი. ეს არის ძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც ვიზუალური კონტენტის შექმნას სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს. თუ გსურთ უფრო მეტი შეიტყოთ Nano Banana-ს შესახებ და ამ მოდელს ცალკე ვიდეო მიუძღვნა, დამიწერეთ კომენტარებში. ჩვენი შემდეგი თემა Google-ის საძიებო სისტემის ყველაზე დიდ განახლებას ეხება ბოლო 10 წლეულის განმავლობაში. Google Search-ი, როგორც ჩვენ მას ვიცნობთ, ფუნდამენტურად იცვლება. მოდით გავიხსენოთ, როგორ ვიყენებდით Google-ს აქამდე. როდესაც რაიმე გვაინტერესებდა, საძიებო ველში ვწერდით საკვანძო სიტყვებს. თუ ვიღებდით შედეგების გრძელ სიას ლინკებით,
რომლებიც სხვადასხვა ვებსაიტზე გადაგვამისამართებდა. ამის შემდეგ შეგვეძლო გადავსულიყავით სურათების სექციაში სურათების ანახავად, ვიდეოების სექციაში, შორტების, ახალი ამბების, ფორუმების სექციაში და ასე შემდეგ. ეს სისტემა წლების განმავლობაში ერთგულად გვემსახურებოდა, მაგრამ მოდით ვაღიაროთ, ინფორმაციის მოძიება ხშირად ფრაგმენტული იყო. გვიწევდა უამრავი ლინკის გახსნა, სხვადასხვა სტატიის წაკითხვა და სასურველი პასუხების ნაწილ-ნაწილ აწყობა. ახლა კი ამ ყველაფერს ემატება სრულიად ახალი განზომილება, AI რეჟიმი. როდესაც თქვენ დასვამთ შეკითხვას, AI რეჟიმის სექციაში თქვენ მიიღებთ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ, სრულყოფილ და შეჯამებულ პასუხს. წარმოიდგინეთ, რომ კითხულობთ, რომელია საუკეთესო ლეპტოპი გრაფიკული დიზაინისთვის $2000 ფარგლებში. ძველი სისტემით თქვენ მოგიწევდათ რამდენიმე ტექნოლოგიური ბლოგის და მიმოხილვის გახსნა. AI რეჟიმში კი Google პირდაპირ მოგაწვით რამდენიმე საუკეთესო მოდელის შედარებას. მათ დადებით და უარყოფით მხარეებს, ტექნიკურ მახასიათებლებს და საბოლოო რეკომენდაციას. ეს ყველაფერი ერთ ტექსტურ ბლოგში. მაგრამ ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ იწყება. ეს არ არის სტატიკური პასუხი. ეს არის საუბრის დასაწყისი. პასუხის ქვეშ ჩნდება დამატებითი კითხვების ველი, სადაც შეგიძლიათ პირდაპირ დაუკონკრეტოთ AI-ს. კარგი, მაგრამ რომელია ყველაზე მსუბუქი მოგზაურობისთვის? ან შემიძლია თუ არა რომელიმე ამ მოდელზე უახლესი თამაშების გამოყენება? ანუ თქვენ აღარ გიწევთ ყოველ ჯერზე ახალი ძებნის დაწყება. თქვენ პირდაპირ ესაუბრებით Google-ის ხელოვნურ ინტელექტს. თქვენთვის საინტერესო თემის გარშემო და უფრო ღრმად ჩადიხარ დეტალებში, სანამ ამომწურავ პასუხს არ მიიღებთ. ბოლო პერიოდში ხშირად გვესმოდა სკეპტიკური მოსაზრებები, რომ დიდი ენობრივი მოდელების მაგალითად ChatGPT-ის გამოჩენის შემდეგ Google Search-ი კვდება. ამბობდნენ, რომ ადამიანები ინფორმაციის საძიებლად პირდაპირ chatbot-ებს მიმართავდნენ და Google-ის ტრადიციული ძებნა წარსულს შაბარდებოდა. სწორედ ეს განახლება გახავთ Google-ის პასუხი ამ გამოწვევაზე. კომპანიამ კი არ დათმო პოზიციები, არამედ საკუთარ მილიარდობით მომხმარებლისთვის ნაცნობ პლატფორმაში მოახდინა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია. ეს ნაბიჯი არამხოლოდ შეაჩერებს მომხმარებლების გადინებას, არამედ პირიქით დააბრუნებს იმ ადამიანებსაც, ვინც ალტერნატივების ძიება დაიწყო. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ის, რომ AI რეჟიმში შეგიძლიათ არამხოლოდ ტექსტი, არამედ სურათიც ატვირთოთ. მაგალითად, შეგიძლიათ გადავუღოთ ფოტო უცხო მცენარეს და გკითხოთ, რა არის ეს და როგორ მოუარო. AI არამხოლოდ გიპასუხებთ, არამედ მოგცემთ დეტალურ ინსტრუქციას. ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ პასუხში ყოველთვის იქნება წარმოდგენილი ლინკები იმ საიტებსა და სტატიებზე, საიდანაც მან ინფორმაცია აიღო. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ უფრო ღრმად გაინტერესებთ რომელიმე საკითხი, ყოველთვის შეგიძლიათ გადახვიდეთ პირველ წყაროზე და თავად გაეცნოთ მას დეტალურად. შეჯამებისთვის Google Search-ი არ მომკვდარა. პირიქით, ის ახალ ეტაპზე გადავიდა. ის გახდა უფრო ჭკვიანი, უფრო ინტერაქტიული და ბევრად უფრო სასარგებლო. სანამ გავაგზავნებთ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გირჩიოთ ჩემი მეგობრის და კოლეგის ლაშას YouTube არხი, წიგნის ჭია. ეს არის ჩვენი მეორე YouTube არხი. ყველას, ვისაც გიყვართ ლიტერატურა და საინტერესო წიგნები, ეს არხი ნამდვილად მოგეწონება. აქ შეხვდებით როგორც ცნობილ კლასიკურ ლიტერატურულ შედევრებს, ასევე თანამედროვე ბესტსელერებს. გაეცნობით არამხოლოდ ნაწარმოებების შინაარსს, არამედ სიღრმისეულად ვისაუბრებთ იმ მთავარ იდეებზე, თემებზე, ალეგორიებსა და სათქმელზე, რის გადმოცემასაც ნაწარმოების ავტორი ცდილობს. რაც ყველაზე მთავარია, არ აქვს მნიშვნელობა უკვე წაკითხული გაქვთ კონკრეტული წიგნი თუ მხოლოდ ახლა აპირებთ. წიგნის ჭია ორივე შემთხვევაში დაგეხმარებათ. მიიღოთ ნაწარმოებიდან ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი. ასე რომ გადადით ლინკზე, რომელსაც ვიდეოს აღწერაში დავტოვებ და გამოიწერეთ არხი. დროა გადავიდეთ ჩვენს შემდეგ სიახლეზე, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენს ყოველდღიურ ურთიერთობას OpenAI-ის ChatGPT-სთან. ეს არის პატარა, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელსაც ძალიან ბევრი მომხმარებელი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. OpenAI-მ ცოტა ხნის წინ X-ზე ოფიციალურად დაადასტურა. უამრავი თხოვნის საფუძველზე თქვენ უკვე შეგიძლიათ შექმნათ საუბრის სხვადასხვა განშტოებები ChatGPT-ში. რაც საშუალებას მოგცემთ, მარტივად განავითაროთ იდეების სხვადასხვა მიმართულებით ისე, რომ არ დაკარგოთ საწყისი კონტექსტი. მოდით უფრო გასაგებად ავხსნათ, რას ნიშნავს ეს და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი. ალბათ ბევრ თქვენგანს ქონია შემთხვევა, როდესაც ChatGPT-სთან ერთ კონკრეტულ იდეაზე მუშაობთ. იქნება ეს ბიზნეს გეგმა, სტატია თუ კრეატიული პროექტი. საუბარი გრძელდება, თქვენ სვამთ კითხვებს, AI-ი გპასუხობთ, მაგრამ რაღაც მომენტში ხვდებით, რომ შეიძლება სხვა გზით წასვლა უკეთესი ყოფილიყო. აქამდე რა ხდებოდა? გვიწევდა საუბარში უკან დაბრუნება, რომელიღაც ძველი პასუხის მოძებნა და იქიდან ახალი მიმართულების მიცემა, რის გამოც ხშირად იკარგებოდა კონტექსტი და ყველაფერი ირეოდა. ეს იყო ნამდვილი თავის ტკივილი. ახლა კი ამ ქაოსის ნაცვლად ჩვენ მივიღებთ ეფექტურ და მარტივ გადაწყვეტას. ნებისმიერ მომენტში თქვენ შეგიძლიათ აიღოთ საუბრის კონკრეტული ნაწილი და მისგან შექმნათ ახალი განშტოება. ამ დროს ძირითადი საუბარი ხელუხლებელი რჩება, თქვენ კი ახალ განშტოებაში სრულიად სხვა იდეის განვითარებას იწყებთ.
თუმცა რაც თავარია, საწყისი იდეის კონტექსტი ორივე განშტოებაში სრულად ნარჩუნდება. AI ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ფუნქცია განსაკუთრებით გამოადგებათ კვლევარებს, დეველოპერებს და ზოგადად ნებისმიერ ადამიანს, ვისაც უწევს სხვადასხვა მიდგომის შედარება. თუ ერთ-ერთ განშტოებაში მიღებული შედეგი არ მოგეწონათ, მარტივად შეგიძლიათ დაუბრუნდეთ მთავარ ხაზს და სადოთ სრულიად სხვა გზა, ყოველგვარი დანაკარგის გარეშე. მოდით განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი. წარმოიდგინეთ, რომ იწყებთ საუბარს ChatGPT-სთან ახალი ბიზნეს იდეის შესახებ. ვთქვათ, გსურთ ინოვაციური აპლიკაციის შექმნა. საწყის იდეის ჩამოყალიბების შემდეგ იკვეთება რამდენიმე მიმართულება. ახლა თქვენ შეგიძლიათ საუბარში შექმნათ რამდენიმე განშტოება. პირველი განშტოება მიუძღვნათ მარკეტინგულ სტრატეგიას კონკრეტული სეგმენტისთვის, მეორე განშტოებაში განიხილოთ პროდუქტის ტექნიკური დეტალები და განსხვავებული ფუნქციონალი, მესამე განშტოებაში იმუშაოთ ფინანსურ გეგმაზე და ინვესტიციების მოზიდვის გზებზე. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ თითოეული ეს განშტოება იმახსოვრებს, რომ საუბარი ეხება თქვენს თავდაპირველ იდეას აპლიკაციის შესახებ. თქვენ აღარასდროს დაკარგავთ საწყის წერტილს და კონტექსტს. გავიხსენოთ OpenAI-ის დირექტორის სემ ალტმანის სიტყვები GPT-6-ის შესახებ, სადაც მან აღნიშნა, რომ მომავალი მოდელების მთავარი გამოწვევა მეხსიერება და მოხმარებლის მიერ კონტექსტის უკეთესი კონტროლი იქნება. საუბრების განშტოება არის პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ზუსტად ამ მიმართულებით. სამსახურის პოვნა თუ აქამდე LinkedIn-ის მონოპოლიად ითვლებოდა, ახლა OpenAI აანონსებს საკუთარ პლატფორმას OpenAI Jobs and Certifications. ეს არ არის უბრალოდ სამსახურების განცხადებების მორიგი პლატფორმა. ეს არის სრულიად ახალი ეკოსისტემა, რომელიც ორ მთავარ კომპონენტს აერთიანებს: სამსახურების პლატფორმას და AI სერტიფიცირების პროგრამას. მოდით დავიწყოთ სერტიფიცირებით. აქამდე რეზიუმეში ფრაზა "ფლობ ხელოვნურ ინტელექტს" ან "ვიყენებ ChatGPT-ს" საკმაოდ აბსტრაქტულად ჟღერდა. ახლა კი OpenAI გთავაზობთ ოფიციალურ სერტიფიკატს, რომელიც დაადასტურებს თქვენს კომპეტენციას. თქვენ შეძლებთ გაიაროთ მომზადება პირდაპირ ChatGPT-ს სწავლის რეჟიმში და აპლიკაციიდან გაუსვლელად ჩააბაროთ გამოსტა. ეს იქნება თქვენი უნარების უტყვარი დამამტკიცებელი საბუთი. მეორე ნაწილია თავად სამუშაობის პლატფორმა. ეს იქნება ადგილი, სადაც კომპანიები შეძლებენ იპოვონ არაუბრალოდ თანამშრომლები, არამედ სპეციალისტები, რომელთა AI უნარებიც ოფიციალურად არის დადასტურებული. პლატფორმა AI-ის გამოყენებით პირდაპირ დააკავშირებს დამსაქმებლებს შესაფერის კანდიდატებთან, რაც პროცესს ბევრად უფრო ეფექტურს გახდის. რატომ არის ეს რევოლუციური? ამ ინიციატივის მიღმა რამდენიმე ძალიან საინტერესო მოტივაცია დგას. პირველ რიგში ეს არის პირდაპირი პასუხი მზარდ შეშფოთებაზე, რომელიც AI-ის მიერ სამსახურების დაკარგვას უკავშირდება. OpenAI-ში კარგად ესმით, რომ ტექნოლოგია სამუშაო ბაზარს ცვლის. ამიტომ ისინი ცდილობენ იყვნენ არა პრობლემის, არამედ გადაწყვეტის ნაწილი. ისინი არ ამბობენ, რომ სამსახურები არ გაქრება, მაგრამ ქმნიან დამაკავშირებელ ხიდს, რომელიც ადამიანებს დაეხმარება გადავიდნენ იმ ახალ პოზიციებზე, რომლებსაც თავად AI ქმნის. მეორე მხრივ, ეს არის გენიალური ბიზნეს სტრატეგია. კომპანიები ეძებენ ადამიანებს, რომლებმაც მართლა იციან ამ ინსტრუმენტების გამოყენება. OpenAI კი ამბობს, ჩვენ არა მხოლოდ გასწავლით, არამედ ჩვენვე დაგეხმარებით საუკეთესო კადრების პოვნაში. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ იდეად არ დარჩეს, OpenAI უმძლავრეს პარტნიორებთან დაიწყო თანამშრომლობა. მათ შორისაა Walmart-ი, ამერიკის უმსხვილესი კერძო დამსაქმებელი, 1,600,000 თანამშრომლით. Walmart-ი უკვე გეგმავს საკუთარი კადრები მაღაზიის კონსულტანტებიდან დაწყებული, ტოპ მენეჯერები დამთავრებული OpenAI-ის პლატფორმაზე უფასოდ გადაამზადოს და დაასერტიფიციროს. მიზანი კი წარმოუდგენლად ამბიციურია. 2030 წლისთვის 10 მილიონი ამერიკელის სერტიფიცირება. ეს ყველაფერი თეთრ სახლში, პირველი ლედის მიერ ორგანიზებულ AI განათლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოცხადდა, რაც ამ ინიციატივას პოლიტიკურ წონასაც სცემს. რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი ხუმრობს, რომ იმედია OpenAI-ის ვერსია იმდენად კარგი იქნება, რომ LinkedIn-ის წაშლას და მოსაწყენი HR პოსტებისგან დასვენება შევძლებ. თუმცა ხუმრობის მიღმა სერიოზული რეალობა დგას. OpenAI უბრალოდ ტექნოლოგიას კი არ ქმნის, ის აქტიურად ცდილობს მართოს მომავლის სამუშაო ბაზარი და დაადგინოს თამაშის ახალი წესები. სულ ცოტა ხნის წინ Google-მა გამოუშვა ახალი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი სახელად Google Opal, რომელიც საშუალებას გაძლევს შექმნათ ვებ აპლიკაციები კოდის წერის გარეშე. ეს არ არის უბრალოდ მორიგი დემო ვერსია. Opal-ი ქმნის სრულფასოვან მუშა პროცესებს, რომელთა რედაქტირება და გაზიარება და სხვისი ნამუშევრების გადაკეთება პირდაპირ თქვენი ბრაუზერიდან შეგიძლიათ. როგორ მუშაობს Google Opal? Opal-ი ქმნის სრულფასოვან მუშა პროცესებს, რომელთა რედაქტირება, გაზიარება და სხვისი ნამუშევრების გადაკეთება პირდაპირ თქვენი ბრაუზერიდან შეგიძლიათ. როგორ მუშაობს Google Opal?
Opal-ის თავარი ხიბლი მის სიმარტივეშია. თქვენ არ გიწევთ მენიუებში ძრომიალი ან კოდის წერა. თქვენ უბრალოდ იწყებთ ბეჭდვას, მაგალითად, ხსნით Opal-ს და წერთ, თუ როგორი აპლიკაციის შექმნა გსურთ. თქვათ, ბიუჯეტის დამგეგმავ. Opal იღებს ამ აღწერას, ამუშავებს მას Google-ის მოდელების საშუალებით და გაძლევთ მუშა პროტოტიპს. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, თუ როგორ წარმოგიდგენთ ამ პროტოტიპს. ეს არ არის უბრალოდ საბოლოო შედეგი. Opal-ი მთლიან აპლიკაციას შლის ვიზუალურ სამუშაო სქემად. პროცესის თითოეული ნაწილი ნაჩვენებია როგორც ცალკეული ბლოკი. მონაცემების შეყვანა, შედეგების გამოტანა, ლოგიკური ნაბიჯები, ყველაფერი ვიზუალურად არის დალაგებული როგორც დიაგრამა. თქვენ შეგიძლიათ დააკლიკოთ ნებისმიერ ბლოკს, შეცვალოთ ლოგიკა, დაარედაქტიროთ ტექსტი და თუ რაიმე ახლის დამატება გსურთ, უბრალოდ გადმოიტანთ ახალ კომპონენტს პანელიდან. როდესაც თქვენი აპლიკაცია მზად არის, უბრალოდ აჭერთ ღილას გამოქვეყნება და ის უკვე ხელმისაწვდომია ინტერნეტში. შეგიძლიათ გაუზიაროთ მეგობრებს უბრალოდ ლინკით და ნებისმიერი, ვისაც Google-ის ანგარიში აქვს, შეძლებს მის გამოყენებას. მეტიც, არსებობს სხვა მომხმარებლების მიერ შექმნილი აპლიკაციების გალერეა. თუ ვინმემ უკვე შექმნა მაგალითად კვიზის გენერატორი, თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ეს შაბლონი, გადააკეთოთ თქვენს გემოზე და გამოუშვათ საკუთარი ვერსია. ამჟამად Opal-ი მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებშია ხელმისაწვდომი. ის ჯერ არ არის მზად რთული მონაცემთა ბაზებზე დაფუძნებული სისტემებისთვის. თუმცა მისი მიზანი ამ ეტაპზე სხვა რამეა. სწრაფი პროტოტიპება და იდეების ტესტირება. დღეისათვის სულ ეს იყო, ეს გახდათ ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლეები ხელოვნური ინტელექტის სამყაროდან, რომელთა გაზიარებას თქვენთვის მინდოდა. იმედი მაქვს მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, თუ ეს ასეა, აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოტოვოთ მომავალი სიახლეები და რა თქმა უნდა, დააკომენტარეთ. თქვენი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა რომ გვიყურეთ, მომავალ შეხვედრამდე.